საქართველო გახდება ნატოს ალიანსის წევრი სახელმწიფო. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძესთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადა. ამასთან როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველოში უნდა განხორციელდეს, გაგრძელდეს რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით. ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან უკვე არის ძლიერი და დღეს ჩვენ საუბარი გქონდა იმაზე, თუ როგორ გაგვეძლიერებინა კიდევ უფრო მეტად ეს მიმართულება. ზოგადად შევთანხმდით, რომ ცალკეული კონკრეტული პროგრამები გვექნება, საჭიროებებზე მორგებული იმისთვის, რომ საქართველო და ნატო კიდევ უფრო დაახლოვდეს. მივესალმები იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების და სამხედრო ინჟინერიის მიმართულებით ხორციელდება ქვეყანაში. რამდენიმე დღის წინ თურქული სამხედრო ფრეგატი ეწვია ბათუმის სანაპიროს და ხვდა ქართველ პარტნიორებს. ესაა იმის მაგალითი, თუ როგორ თანამშრომლობთ რეგიონში, ერთმანეთს უზიარებთ შესაძლებლობებს და უძლიერებთ პოტენციალს. ამით დასტურდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნატოსთვის საქართველო. ეს მიმართულება გრძელდება უფრო ძლიერი დემოკრატიული მიმართულებების უზრუნველსაყოფად ინტეგრაციისთვის, მათ შორის ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველო გახდება ნატოს ალიანსის წევრი სახელმწიფო. კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს ევროპული საბჭოს მიერ, გააძლიერებს კეთილდღეობის მისწრაფებებს და ამ მიმართულებით სულისკვეთებას ქვეყანაში. ჩვენ მხარდამხარ ვივლით წინ ნატოს მიმართულებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში უნდა გაგრძელდეს ადგილობრივი რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით. ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის და პირადი ერთგულებისთვის ნატოს საქართველოს პარტნიორობის მიმართ. კანცელარიის გარდა გუშინ ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ორგლიანის სასახლეში უმასპინძლა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც პრესამსახურის ინფორმაციით საუბარი შეეხო როგორც საქართველოს ევროპული ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს, ისე უკრაინაში მიმდინარე ომს, რუსეთის აგრესიას და საერთაშორისო პარტნიორებისა და თანამეგობრების მხრიდან უკრაინის მიმართ სოლიდარობის საჭიროებას. სტოლტენბერგი საქართველოს დედაქალაქს ერთდღიანი ვიზიტით სტუმრობდა, ის თბილისში, ბაქოდან ჩამოვიდა, დღეს კი შეხვედრებს უკვე ერევანში გააგრძელებდა. რა მნიშვნელობა აქვს ნატოს გენერალური მდივნის კავკასიურ ტურნეს საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის და რა იყო მთავარი გზავნილები. გუშინდელ შეხვედრაზე დეტალებზე სასაუბროთ კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი გვერდდება სტუდიაში. დილამშვიდობისა ბატონო კორნელი, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში შეფასებით დავიწყოთ თავად ვიზიტის მნიშვნელობით და რა მთავარი გზავნილები იყო გუშინდელ შეხვედრაზე, იყო თუ არა ასეთი. ხო, პირველ რიგში დავიწყოთ ალბათ ვიზიტის მნიშვნელობით. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის კონკრეტულად საქართველოში ვიზიტი და იყო საერთო კავკასიური ტურნეს ნაწილი. იმ მომენტში, როდესაც მიმდინარეობს უკრაინაში ომი, ბუნებრივია ეს მნიშვნელოვანი იყო, მით უმეტეს, რომ რამდენიმე წელიწადია გენერალური მდივანი არ ჩამოსულა საქართველოში. ამ კუთხით ეს იყო, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა განსაკუთრებით ქვეყნისთვის, რომელიც ცდილობს, რომ კანდიდატის სტატუსის შემდეგ, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს და ეს თქვა კიდეც გენერალურ მდივანმა ფაქტობრივად თავის განცხადებაში ერთ-ერთი გზავნილი სწორედ ის იყო, რომ რაც უფრო დაუახლოვდით ევროკავშირს, მით უფრო ახლოს იქნებით ნატოსთან. თუმცა ასევე ყველაზე მთავარი, თქვა რამდენიმე მთავარი გზავნილი გაჟღერდა, რომ ნატო იქნება საქართველოს გვერდით როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ ამავე დროს საჭირო არის მეტი ერთგულება რეფორმებისა და დემოკრატიის, თქვა, გაძლიერება. ეს შემთხვევით არ არის, იმიტომ რომ ეს არის ბოლო წლების რიტორიკა, რომელიც ხშირად გაისმის ნატოსგან უკვე, განსხვავებით თქვა წინა წლებისგან, როცა ეს მომენტი არ იყო მაინც და მაინც წამყვანი და ბუნებრივია ასევე იყო ლაპარაკი, რომ ნატო დაეხმარება საქართველოს მომავალში კიდევ უფრო რომ გააძლიეროს თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები, ასევე ის ეცდება, რომ თქვა იგივე თავისი წევრი სახელმწიფოების მეშვეობით და მათ შორის ახსენა თქვა თურქეთის როლი, თქვა იგივე ჩვენი საზღვაო აკვატორიის გაძლიერების მხრივ ნატომ არის მნიშვნელოვანი და ასევე ყველაზე მთავარი რაც არის, რომ ის მან ხელახლა გაიმეორა ის ცნობილი მანტრა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, თქვა და ნატო ერთგულია, თქვა ბუქარესტის სამიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების. მოლოდინები უფრო განსაკუთრებული იყო რაიმე ისეთი ქართული მხრიდან, თუნდაც თქვენი მხრიდან, რაც შეიძლებოდა რომ გაკეთებულიყო, რაც შეიძლებოდა რომ უფრო ამ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კონფლიქტური სიტუაციიდან გამომდინარე, უფრო მეტად ყოფილიყო რაღაც კონკრეტული გზავნილები. რამდენად იყო ამის მოლოდინები და ხო, ნუ მოლოდინები
ნატოს სიმართლე გითხრა არ იყო გამომდინარე იქიდან რომ სიმართლე რო თქვა ნატო საქართველოს ურთიერთობები ბოლო წლებში სამწუხაროდ ინერციით მიდის და მასში არ იგრძნობა რაღაც ახალი ასე თქვა ნიუანსები განსაკუთრებით ქართული მხრიდან ну გასაგებია რომ არსებობს რაღაც ობიექტური ფაქტორები მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომი რომელიც ამ ურთიერთობებს რაღაცნაირად ართულებს და ეს ორივე მხარეს ესმის და თუ გადავხედათ მაგალითად ნატოს მაღალჩინოსნების განცხადებას ბოლო წლებში ისინი ამბობენ რომ ჩვენ გვესმის თქვა რაც საქართველოს სიტუაცია და ქართული მხარეც ასე ვთქვათ ზედმეტად არ ინდომებს ნატოსთან მიმართებით განსხვავებით ევროკავშირთან მიმართებით, იმიტომ რომ იქ გამოჩნდა ეს შესაძლებლობის ფანჯარა და ამიტომ სიმართლე როგორ ვთქვათ ორივე მხრიდან გარკვეული რაღაც ესე თავშეკავებულობა იგრძნობა ამ ურთიერთობებში კიდევ ერთხელ ამბობ გამომდინარე ამ ომის მდგომარეობიდან. მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს რაც უნდა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ეს არის რომ როგორც სრულიად მოულოდნელად გაიხსნა შესაძლებლობის ფანჯარა ევროკავშირთან ასევე შესაძლებელია გაიხსნა შესაძლებლობის ფანჯარა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ჩვენ არ ვიცით რა თქმა უნდა, როდის დამთავრდება ის ომი უკრაინაში, როგორ დამთავრდება, მაგრამ ამ ომის დამთავრების შემდეგ დიდი შანსია რომ შესაძლებლობის ფანჯარა გაჩნდეს და ამ მომენტში საქართველოს თუ არ იქნება მზად, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების სხვა კუთხით, ანუ რეალურად აქ არის გასაკეთებელი ის სამუშაო, რომელიც მნიშვნელოვანია ნატოსთვის და არის დღეს მთავარი ამოსავალი, რაც საქართველოს მხრიდან უნდა გაკეთდეს ამ პროცესისთვის. ამ პროცესის მთავარი არის რომ აი არჩევნები ერთ-ერთი ფაქტორია, რა თქმა უნდა, მაგრამ დემოკრატიის გაძლიერება და აი ეს რაღაც ბუნდოვანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას ახასიათებს ბოლო პერიოდში, აი ამასთან დაკავშირებით არ უნდა იყოს შეკითხვები. ეს გამოჩნდა გუშინდელ შეხვედრაზეც რომ ბუნდოვანია ეს პოლიტიკა. ну ეხლა ამ დონეს ვთქვათ მაღალი ოფიციალური პირი წარმომადგენლიც არ ამბობს, ეხლა პირდაპირ არ საუბრობს, მაგრამ როცა საუბარია დემოკრატიის დეფიციტზე, ხო, უნდა გავიგოთ რაზე არის ლაპარაკი, იმიტომ რომ ისინიც ადევნებენ თვალყურს რა ხდება საქართველოში და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს გზავნილები რაც გაჟღერდა რაღაცნაირად მივიღოთ სერიოზულად და რაც ყველაზე მთავარი არის საქართველოს მხარეს შეუძლია მომავალი ვაშინგტონის სამიტისთვის ოდნავ გაუმჯობესოს მდგომარეობა იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ფაქტიურად აი ბოლო ვილნიუსის სამიტის დროს რომელსაც უკრაინა ფაქტიურად ერთი ნაბიჯით წინ წავიდა ანუ ითქვა ის რომ მიუხედავად იმისა რომ უკრაინა ვერ მიიღო ეს რაც მას უნდა გაწევრიანება მაგრამ ითქვა რომ უკრაინას არ დასჭირდება მაპი. რაც საქართველოსთან შედარებით, საქართველოს დაკავშირებით კი არაფერი ისეთი ახალი არ იყო და პირიქით მაგალითად წინა თუ იყო რაღაც უფრო ეტი აქცენტი საქართველოსთან დაკავშირებით ამ სამიტზე არ იყო, იმიტომ რომ ქართული მხრიდანაც არ იყო ამის სურვილი სიმართლე გითხრათ და თუ ჩვენ გვინდა რომ აი შესაძლებლობის ფანჯარასთან დაკავშირებით რაღაც შანსები დავიტოვოთ, მაშინ საჭირო არის გარკვეულწილად აქტიურობა ქართული მხრიდან, რომ რაღაც საქართველოს ასე ვთქვათ არ ჩამოშორდეს ამ რადარებს განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არ ვიცით ვთქვათ როგორ დამთავრდება ეს ომი. ევროკავშირის სტატუსის მიღება და მოლაპარაკებებისთვის დაწყებისთვის სამზადისი რამდენი შეიძლება იყოს იმის გარანტია, რომ მათ შორის ნატოსთან ურთიერთობის კუთხითაც წინ წავა ქვეყანა თუ ეს ერთმანეთს საერთოდ არ არის ვთქვათ რაღაც თანხმედრაში და ერთი მეორეს არ ნიშნავს ამ წელში გამოვიდა. სწორედ ამაზე ილაპარაკა გენერალ მდივანმა, რომ ფაქტიურად ეს ერთმანეთს ეხმარება, იმიტომ რომ თუ ქვეყანა შეასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებას და გახდება უფრო დემოკრატიული და უფრო მდგრადი ქვეყანა, ბუნებრივია ეს ხელშეუწყობს პირიქით მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ნატოსთვის მარტო სამხედრო კომპონენტი არ არის მთავარი, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, იყოს დემოკრატიული მართლობა და არ იყოს წყევები და აი ამ კუთხით საქართველოს უნდა იყოს საიმედო პარტნიორი. ერთ-ერთი რასაც უყურებენ წევრი სახელმწიფოები ეს არის რამდენად საიმედოა ქვეყანა, რამდენად თქვათ შეძლებს ის თავისი პოლიტიკური ასე თქვათ მდგრადობის შენარჩუნებას და აი ამ კუთხით ძალიან ბევრი რაღაცა არის გასაკეთებელი და განსაკუთრებით ევროკავშირის თქვათ იგივე რეკომენდაციები თუ შესრულდება და ქვეყანა თქვათ დაადგება მთლიანად თქვათ დემოკრატიის გზას, ბუნებრივია ეს ხელშეუწყობს საქართველოს ნატოს დაახლოებასაც. ზოგადად რას ნიშნავს ერევანში ვიზიტი და ბოლო პერიოდის განმავლობაში ოფიციალური ერევნის განცხადებები ამ თემასთან დაკავშირებით და ეს პროცესი როგორ შეიძლება აისახოს საქართველოსაც? ხო, ну, რაც შეეხება ზოგადად ერევანში ვიზიტს, ну, ეს იყო კავკასიური ტურნე, იმიტომ რომ ნატო კი, რა თქმა უნდა, და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ანუ მნიშვნელოვანი იყო, რომ ნატო ცდილობს განსაკუთრებით აი ყარაბაღის ომის შემდეგ, მიუხედავად იმისა, თვითონ არ არის ჩართული ამ კონფლიქტში და არავითარი როლი მას არ აქვს, რაღაცნაირად სტაბილიზატორის როლი შეასრულებს, მით უმეტეს რომ მოლაპარაკებები მიდის სომხეთს აზერბაიჯანს შორის და ну, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, იქიდან გამომდინარე სომხეთი ფაქტიურად ახლა იმყოფება ტურბულენტურ პერიოდში
პერიოდში ისინი გარკვეული ასე თქვათ დებატები მიდის, უნდა გადაიხედოს თუ არა სომხეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, იმიტომ რომ იმ პოლიტიკამ, რომელიც ჰქონდა სომხეთის წლების განმავლობაში ორსკამზე ჯდომის პოლიტიკა, არ გაამართლა და ყველა ხვდება როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი სომხეთისთვის და ბუნებრივია რომ ახლა ამ ცდილობები განსაკუთრებით დაუახლოვდნენ დასავლეთ, მათ შორის ევროკავშირს და ბოლო დღეებში და თვეებში ის ხშირად ისმის, რომ სომხეთს უნდა ცოტა უფრო მეტი დაახლოება ევროკავშირთან. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთის ასე ვთქვათ ინიციატივა და საფრანგეთი გამომდინარე იქიდან რომ ძალიან ძლიერი სომხური დიასპორაც არის და არის ეს პოლიტიკური ინტერესი და მხარდაჭერა სომხეთისადმი. თუმცა რა თქმა უნდა გარსებული შეკითხვები რამდენად ასე ვთქვათ შესაძლებელია ის თუ გავითვალისწინებთ რომ სომხეთის ზედმეტად არის დამოკიდებული როგორც ეკონომიკურად ასევე საფრთხოების თვალსაზრისით რუსეთთან და მართალია დღეს არც ძალიან რუსეთ-სომხეთისთვის ამ უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის გამო, მაგრამ მათ ჯერ კიდევ აქვს საკმარისი ბერკეტები იმისთვის, რომ თქვათ გარკვეულწილად პრობლემები შეექმნან ფაშინიანის ხელისუფლებას. ევროკავშირისთვის რამდენად საინტერესოა თავად სომხეთი? ევროკავშირის რა თქმა უნდა საინტერესოა და იგრძნობა კიდეც რომ ევროკავშირი ცდილობს ხარი დაუჭიროს სომხეთს თუ აქ იქნება გარკვეული მზაობა საზოგადოებრივი არ არის გამორიცხული რომ ევროკავშირმა ის ცოტა შორს წავიდეს ეს ყველაფერი დამოკიდებულია პირველ რიგში თვითონ სომხურ საზოგადოება რამდენად დაიჯერებს და რამდენად შეცვლის ამ თავის პრიორიტეტებს და ასევე დამოკიდებულია რა იქნება რუსეთის რეაქცია იმიტომ რომ ეს რეაქცია არ დარჩება ბუნებრივია და ამიტომ აი გასაყარზეა ფაქტიურად სომხეთი რა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა ერჩიოს მით უმეტეს აი ამ ძიმე მდგომარეობაში რომელიც ისინი არიან ჩავარდნილები. ეთერს მოგმოსაუბრობდით და მინდა რომ ეთერშიც ვიკითხო რამდენად რეალისტურია რომ საქართველოს დაწყვილება შეიძლება მოხდეს გარკვეულწილად ერევანთან თუ კი მასაც მისცემს ევროკავშირის სტატუსს. ეს რამდენად რეალისტურია ხომ არ მოუწევს საქართველოს ამ არსებული რაღაც ნეიტრალური დამოკიდებულების ფონზე ჩამოშორდეს ცნობილ ტრიოს და სამეულს ასე ვთქვათ. იმედი უნდა ვიქარნიოთ რომ ეს სცენარი არ იქნება აქტუალური, მაგრამ ეს არ არის გამორიცხული იმ შემთხვევაში თუ საქართველო ვერ შეასრულებს და არ გააგრძელებს იმ რეფორმებს და განსაკუთრებით თქვა თუ იქნება გარკვეული კითხვები ჩვენი საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რამდენად დემოკრატიულად ჩატარდა და საერთოდ ხელისუფლება რამდენად ახერხებს ქვეყნის დემოკრატიულ მართვას, ბუნებრივია რომ მაშინ სავარაუდოდ ალბათ ძალიან გაგვიჭირდება და ეს რისკი არსებობს, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯით ისედაც უკან ვართ ახლა თქვა უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით და თუ ჩვენთან გარკვეულწილად ამ თვალსაზრისით სტაგნაცია მოხდა რა თქმა უნდა და ამ პერიოდში თქვა თუ სომხეთმა მიიღო კანდიდატის სტატუსი რაც ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში სერიოზულად არ განხილება მაგრამ არის რაღაც სურვილები ეროვნების მხრიდან მაშინ ბუნებრივია რომ თუ გადავხედავთ ზოგადად ევროკავშირის გაფართოების ისტორიას ისინი ყოველთვის ცდილობენ რომ დააჯგუფონ ქვეყნები და ჩვენი მთავარი მიზანი ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს იყო რომ რაღაცნაირად ამ სამხრეთ კავკასიის კალათიდან ამოვარდნილი ყავით და აქედან დაენახა თქვა ევროკავშირი ჩვენი გაწევრიანება და ამიტომ იყო ჩვენ ბოლო წლებში გავაძლიერეთ შავი ზღვის უსაფრთხოება და შავი ზღვის იდენტობა როგორც საგარეო პოლიტიკის ფაქტორი და უკრაინასთან და მოლდოვასთან და აი ეს ჩვენ თუ დავკარგეთ რა თქმა უნდა მე გაგვიჭირდება ძალიან ასე თქვა წინსვლა იმიტომ რომ უკვე დამოკიდებული არ იქნება საქართველოს მხოლოდ საკუთარ ასე თქვა ბედზე არამედ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ რამდენად შეძლებს თქვა სომხეთის წინსვლას. ეს კიდევ ერთხელ ამბობ ძალიან საკმაოდ ჰიპოთეტური ასე თქვა დაშვება იქიდან გამომდინარე ჯერ სომხეთი არ არის არც კანდიდატის სტატუსი და არ ჩვენ ვართ თქვა ბოლომდე ჩამოშორებული ამ ასოცირებულ ტრიოს, მაგრამ ფაქტი არის რომ ამაზეც უნდა ვიფიქროთ, რაც რა თქმა უნდა ასევე მნიშვნელოვანია რომ გაზრდის გარკვეულ შეცვალა საქართველოს ხელისუფლებაზე, იმიტომ რომ თუ სომხეთმა მიიღო კანდიდატის სტატუსი მთლიანობაში შეიძლება ჩვენთვის ძალიან კარგი იყოს გეოპოლიტიკურად ევროკავშირისთვისაც, მაგრამ ამავე დროს ეს გაზრდის შეცვალა საქართველოს ხელისუფლებაზე, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან რომ ქვეყანა დიდი ხანი ამ რელსებზე დგას და თუ ეს რაღაცნაირად თანაბარ სამეულის თბილისიდან გამომდინარე შეიკრა თავის დროზე ძალიან მძიმე იქნება ალბათ რეაქცია მათ შორის საზოგადოების მხრიდანაც. მოლაპარაკებებისთვის ძალიან ბოლოს რამდენად მზად ვართ და რამდენად რეალისტურია რომ ახლოს პერიოდში ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას მოლოდინი გქონდეს. ხო, ძალიან რთული არის ახლა ვილაპარაკოთ, მაგრამ იმიტომ რომ რამდენიმე თვე დარჩა ფაქტიურად და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ლაკმუსის ქაღალდი საპარლამენტო არჩევნები როგორ ჩატარდება. ჩვენ ვიცით რომ ძალიან ბევრი დამკვირვებელი ჩამოვა ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და თუ ქვეყანა მოახერხეს პირველ რიგში აი ამ 9 პუნქტის შესრულებას, ბუნებრივია რომ ამის შანსი არსებობს, მაგრამ ამისთვის საჭირო არის ხელისუფლება უნდა მოახდინოს
ასე თქვათ, აი იმ პროცესში ჩართვა, როგორც პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და სხვა სეგმენტების, რომ ეს პროცესი იყოს ინკლუზიური, რასაც ხშირად ბოლომდე არ ვართ დარწმუნებული, რომ ეს ხდება. ამიტომ აი იმაზე დამოკიდებული რამდენად შეძლებს ხელისუფლებამ და ასევე რამდენად მოინდომებს ის, რომ ხელისუფლების გაზიარება მოხდეს, რაც არის აქილევსის ქუსლი ხელისუფლების, იმიტომ რომ მათ არ სურთ ამ ხელისუფლების გაზიარება და მით უმეტეს საუბარი, თქვათ იგივე ან კოალიციურ მმართველობაზე, ან სხვადასხვა ტიპის, ასე თქვათ, კოოპერაციულ თანამშრომლობაზე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან. მადლობა ბატონო კორნელი, თქვენი დროისთვის საინტერესო პასუხებისთვის. კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, გპასუხობდა.